მოგესალმებით და უნის სტაბობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის. ჩემი დიდი პატივისცემა და მოწიწება თქვენ რომ გამონახეთ თქო და დავუდეთ პატივი. ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო. მაშინ როცა მეოთხე კლასს ვამთავრებდი, ჩემმა საყვარელმა, უსაყვარლესმა სულიკო მასწავლებელმა გთხოვა ასეთი რაღაცა. მომავალ წელს მე თქვენი მასწავლებელი აღარ ვიქნები და ძალიან გთხოვთ და დავიწერეთო თქვენი ემოციები, თქვენი განცდები და დღევანდელ დღესავით მახსოვს, კადრებიც კი არსებობს, უბრალოდ მე აღარ მაქვს ეს კადრი სამწუხაროდ, სიტყვა დავიწყე ასე. გვიძნელდება დღევანდელი დღე. ამჟამადაც იგივეს გამიმეორებ. მიძნელდება დღევანდელი დღე, ოღონდ ამჟამად დამრიგებლის ამბლუაში. მიძნელდება იმიტომ, რომ ჩემი სადამრიგებლო მოღვაწეობა, ასე ვთქვათ, ამ ბავშვებით დაიწყო ამ სკოლაში. მე როგორც დამრიგებელი, ამ ბავშვებთან პირველად დავიწყებ ამ ბავშვებთან მუშაობა, როგორც დამრიგებელმა. ჩვენ ერთად გვიხარობდა, ერთად წმინდა, ერთად ბრაზდებოდით. ძალიან კარგად ვიცი მათი ხასიათი, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ, რა უხარიათ. რა ვიცი, ვფიქრობთ, რომ ეს გზა, ცოდნის ტაძრამდე მიმავალი გზა, წარმატებით და სიყვარულით დავიწყეთ და ასევე სიყვარულით დააგრძელებენ ეს ბავშვები ამ გზას. და როგორც ვახსენე, თითოეული მათგანი კარგად ვიცი, ჩვენ გარდა საგაკვეთილო პროცესისა დასვენებაზე ძალიან ბევრს ჭორავდით, ასე ვთქვათ, საუბრობდით და პირადულ საკითხებზე ძალიან ბევრი გვიცინია და ძალიან ბევრი ხელავ ძალიან ხო მაპატიეთ, მეპატიება ეს ემოცია. და გავუბედე და თითოეული მათგანი გაუნექსე. მათი ფიზიკური მონაცემებიდან თუ თვისებებიდან გამომდინარე და თქვენის ნებართვით მე ახლა მათ მოვიწვევ სცენას. აჯანოსფერ დალალება, ცქრიალა და ნაზია, საქმის მუდამ წინ წამგდები, ჭკვიანი და მარდია. მოეჭველი მიხვდით ყველა, ვის გულისხმობ მადლიანს, კლასის თვალისჩინი არის კვარაცხელია მარია. გონიერი, შორს მჭვრეტელი, ერთობ დინჯი კაცია, მასთან ახლო მეგობრობით ბევრს მოიგებს ანცია, გადამდების სიმშვიდის და პოზიტივის ბავშვია, კლასის სიბრძნე, კლასის ბურჯი, კვარაცხელია ანთია. იგრიხება როგორც რკალი, დამხოლი აქვს ტანია, თავს ხრის ჩუმად დაიცინის, გულმა ვიწყობს ძალიან, წიგნი როცა შინ დარჩება, მორცხობს ანასტასია, ანასტასია უყვარს ჩემი გაბრაზება, კლასში ჩხუბობს შარია, ის ყველაზე ერთგულია, კეთილია ძალიან, თავის უკმას შენ გაგიყოფს, ეს გამოასალია. ისე მოუსვენარია, ცელკობს, დარბის და დახტისო, გაკვეთილზე მერხთან რომზის, ბევრჯერ გადაფურცლავს წიგნსო, და თუ მას არ გამოკითხე, ბრაზობს და თავს დაბლახრისო, შავტუხა და დიდყურა, ეს ბიჭია ჩვენი გიო, გვარში კითხვა თუ დაისვა, პასუხს ვერ ვინ დაასწრებსო, ისე აქტიური არის, გაახარებს მალეერსო, შავ თვალწარბა ეშხიანი, ჭერ მეტყველობს ჩვენი კესო, კესო ხშირ წამწამა კაც ბუთკუჩა, მოდის დილა ადრიან, შემოგხედავს, გაგიღიმებს სალამს, გეტყვის მადლიანს,
დამრიგებელი ქალბატონი ირმა ჩალიგალა დაგვხდა. ჩაგვიხუდა და მოგვესიყვარულა. ის შიშები და ეჭვები გაგვიფანტა. ლაი თუ საბავშვო ბაღში თავისუფლებას და თამაშ ჩვეულებმა ვერ ვიგულოთ სკოლის გარემო. შორიდან მოვიკითხავ და ვეფერებით ირმა მასწავლებლებს. და მერე დიახვლები ყველა მასწავლებლისგან მივიღეთ ისეთი სიტყვა, სრულველობა, დედაშვილური სიყვარული, რომ ძალიან გამითავისეთ სკოლის ჯარება. თითოეული კუთხე კონტროლი გვიყვარს. სკოლა ჩვენი მეორე სახლი. აქ ვატარებთ დროის უმეტეს ნაწილს. ვისდებით. შევიმეცნებთ აუცილებელ და საჭირ ბოროტო საკითხებს. 2022 წლის იანვრიდან კი ხელი ჩაგვიტა და რაღაც სასწავლო. საოცარი გრძნობით. გულში მაგრა ჩაგვიტა ჩვენ მოსაყვარლესმა ნონა მასწავლებელმა. მასთან გატარებული ყოველი წუთი და წამი თბილად გაგვახსენებთ. ჩვენ ერთმანეთს 4 ბედნიერი და დაუწყარი წელი ვაჩუქეთ.
ბევრი სასიამოვნო მოგონება შეემატა ჩვენ ცხოვრების ისტორიის ფურცლებს. ბედნიერები ვართ და ლაღები. და გვინდა ეს ემოცია დღეს თქვენს დაგიზიარეთ. გარდასულ დღეთა მოგონებებზე საუბარი ძალიან შორს წამოყვანდა. ამიტომ მოდით ვნახოთ კადრები, როგორები მოვედით პირველად სასწავლებელში. და ასევე ვიდეო ჩვენი ბედნიერი წლების ვიდეო კოლაჟი. მადლობა იმამ ასწავლებელს, რომ გვაზიარეთ ჩვენთან ხელოვნებას.
მართალია ჩემ გაყავარი არაფერს გამოვა. ჩვენ მაინც ვცდილობთ. მადლობა აზარ მასწავლებელო, თქვენი ხანგები. მადლობა ლევან მასწავლებლად რომ გამოგზავნათ ციფრულ სამყაროში. მადლობა ჩვენს ინგლისურის მასწავლებლებს, ქალბატონ ჟუჟუნა დიასამიძეს, ლორენა მასწავლებელს და მაიკოლ ყურვას თქვენი გაწეული შრომით. I love you! მადლობა დავით გურიაზე გადაგუბრალ. ძალიან მიყვარხოდი. მადლობა ნატო მასწავლებლებს თქვენ კარგად იცნობთ დედამიწა თქვენი სახლი. გონი ყველასთან არის ჩამოვთვალეთ. არა ბატონო. ცეკვა გამოგჭა. ცეკვა რომ ჩვენთან არის სწავლება ასეთი საგანი ცხელში არ გვიწერია. ხო მართალია ჩვენთანაც არის სწავლება ეს საგანი, მაგრამ გვიყვარს თუ არა, გამომდის თუ არა. სულ ერთია, მაინც აგვაცეკვა ჩვენმა დამრიგებებმა. პროფესიონალიზმზე ხომ არ გავამახვილოთ ყურადღება და შემოვთავაზეთ დიმიტრი შოსტაკოვიჩის ლეგენდარულ მელოდიაზე შესრულებულ ჩვენ საფრთხო ვალსს. ტრადიციული სამოსი და ყველაზე მთავარი ის, რამაც მთებში ასხა ქართულ გენს და მსოფლიო მასშტაბით ცნობილი გახდა ჩვენი ქართული ცეკვა. ოხ, გეგონოს, არც ამაში ჩამორჩა ჩვენი დამრიგებელი და მაინც აგვაცეკვა ქართული. ცეკვა აჯარული, ხარაზე საკარც არ ვიმჩნევ. Sul
Აბა გამი, მე ვიგრები მწყორი.
მასწავლებელს ნონა თოლორდავას, რადგან მან ბევრი საინტერესო რამ გვასწავლა ჩვენს ცხოვრებაში. თქვენ არასოდეს არ დაგივიწყებთ თუ იქნებით ჩვენს გულში. ნონა მას ძალიან გვიყვართ, საუკეთესო ხართ. თუმცა იმისა რომ ჩვენი დამრიგებელი და მასწავლებელი არ იქნებით, თქვენ ჩვენს გულში სამუდამოდ დაჩერდით. მადლობა ყველას. იმისთვის რომ ჩვენთვის ყველაფერი კარგი უნდოდა. ჩვენ ცუდი ის არის რომ მეხუთე კლასში არ ვეყოლები. ჩვენ არასდროს არ დაგივიწყებთ. არც მეჩვენა. კიდევ ერთი სიურპრიზი მაქვს ნონა მას ძალიან მიყვარხართ, ლამაზი მასწავლებელი ხართ. ჩვენ მეხუთე კლასში გვინდათ რომ ჩვენი დამრიგებელი და მასწავლებელი ბავშვებო, აქეთ გამოიწვია და სიურპრიზი ვიდეო ჩემგან ბავშვებს. მოგესალმებით ყველას, ჩემო ანგელოსებიც, ჩემო პატარებო, გილოცავთ 4 კლასის დამთავრებას. გისურვებთ ცხოვრების ყველა ეტაპზე გულებ წარმატებებსა და ბედნიერ მომავალს. იღბალი და უფლისწყალობა არ მოკლებოდეთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გლოცავთ. იარეთ წინ წარმატებისკენ, სიკეთისა და განსაკუთრებული გამოგდა ეს გაზაფხული სამეგრელოსთვის, განსაკუთრებული კუთხეა ისედაც სამეგრელო მთელი საქართველოსთვის, იმიტომ რომ იქ ეროვნულ ტრადიციებს ძალიან ვიპატივსებენ. იქ განათლებისგან იხსნიან და ისწრაფიან და აღმოჩნდა რომ წელს წალენჯიხაში, ჯგალის საჯარო სკოლაში, რომელიც გახლავთ ქალისტრატეს სალია სახელობის სკოლა, არის განსაკუთრებული მეოთხე კლასი, რომელიც დაამთავრა მეოთხე კლასი და შემდეგ ეტაპზე გადადის სწავლებ კლასს. ყავს არაჩვეულებრივი კლასის დამრიგებელი ნინო თოლორდავა. მინდა მივუწო მეოთხე კლასს დამთავრება ცხოვრების ერთი ეტაპის და ახალ ეტაპზე გადასვლა. ამავე კლასში სწავლობს ჩემი საამაყო გოგონა, იზრაელში ჩართული გოგონა, მარიამ კვარაცხელია. მე მინდა მივიწოდოთ რომ ეს სამაგრო გუნდად გახარება ისწავლო. მინდა გითხრათ რომ საქართველოს უამრავი მარიამ კვარაცხელიას ნაირი მოაზროვნე ადამიანი ჭირდება, მოაზროვნე პიროვნებები, გოგონები და ბიჭები. ჭირდება ისეთი ოჯახები, სადაც მარიამი იზრდება, ჭირდება ისეთი კლასის დამრიგებლები, რომლებიც მათ ყავდათ. მინდა გითხრათ ამავე დროს რომ მილოცვის გარდა მოგიწოდოთ იზრაელში ჩართულობა, რომ ვიყვეთ აი ზუსტად ესეთები მოაზროვნეები, სამშობლოს მოყვარულები და განათლებულები. ამ კლასი მოუწოდებდა ყველა სამეგრელოს მოქალაქეს. ახალგაზრდას საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს რომ არ დაიწყოთ მადნიერების გზნობა. მე მინდა გითხრათ რომ ამ 4 წლის განმავლობაში როცა ნონა თოლორდავა თქვენ გასწავლიდა, ის არ ამარტო საგნებს გასწავლიდა, არამედ სამშობლოს სიყვარულს, რომელიც ალბათ გულში ამოგეკარგა. და ბოლოს მინდა დაგეცინოთ და გითხრათ, აუცილებლად მიეჩვიეთ ერთმანეთის წარმატებული გუნდიანად გახარება. აუცილებლად ჩაერთეთ უნივერსიტეტში, იმიტომ რომ უამრავი სიახლე იქნება და სიახლე იქნება აზროვნებისკენ, ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარისკენ. ეს მეტი ამბიებშიდობები. ბედნიერება, ხმობა, ბედნიერება, სამეფო, ბედნიერება, ხალხა. გამაქვს კიდევ ერთი სიურპრიზი, მცირედი საჩუქარი ბავშვებისთვის და სერტიფიკატები. საჩუქარი უნდა შემოვიდეს შავი ხუთით, ოღონდ მალენა ჩიქოვანს, ქალბატონ მალენა ჩიქოვანს, ჩვენი ისტორიის მასწავლებლებს დავავალე განზადებინა კითხვა, რაღაცა დევს ამ შავ ხუთში და კითხვას წაიკითხავს კითხვის ავტორი, ბავშვები მიხვდებიან, შეჯგუფდებიან და მიხვდებიან რა დევს შავ ხუთში და ეს იქნება ჩემგან მცირედი საჩუქარი თქვენ. მას ყველას ვერ რაღაცა თხარი მას. მუსიკა. Dinamika büyütülen
მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში ამ ლამაზ და გავწყინებულ მოსწავლეებს ვსურვებ წარმატებებს ცხოვრების შემდეგ ასპარეზზე. დაგლოცავ ჩემო კარგებო და მადლობა თქვენს დამრიგებელს ასეთი ლამაზი დღისთვის. ახლა შეკითხვას შეგოგთავაზებ. და რადგან შავყუთში წარმოიდგინეთ საგანი, რომელიც ძველ საქართველოში აუცილებელი იყო. როგორც სახლებში, ისე ეკლესიებში. ის ხან ხისგან მზადდებოდა, ხან ბრინჯაოსგან, ზოგჯერ ვერცხლისგანაც კი. მეფეთა სასახლეებში ეს საგანი მოხატული და ორნამენტებით მორთული იყო. ხოლო სოფლებში ხშირად უბრალო და ხელით ნაკეთი. დღეს ის უფრო მუზეუმებში გვხდება ან ეკლესიებში. კიდევ მინიშნებას მოგცემთ ასეთ რაღაცას, რომ ამ საგანს ხან ერთი ფეხი ჰქონდა, ხან სამ ფეხსაც უკეთებდნენ ორნამენტისთვის, რა თქმა უნდა, და ვიზუალისთვის და ზოგჯერ კი ჭერზე ეკეთებდნენ. აბა ერთი წუთი მოფიქრეთ. რადევ შავყუთში. აბა კაკიც შეჭვიდე და.
წავიდე კლიპი ცოტა მომაღალია მაგრამ სანამ კლიპი გავიდოს ეთერში ასე ვთქვათ მინდა ისარგებლო შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ მადლობა ჯერ ვიტყვი იმას რომ სიმღერის იდეა რომ ეს სიმღერა მემღერა ჩვენს მოსწავლეებთან ჯერ კიდევ სექტემბერში გამიჩნდა ძალიან ძველი სიმღერაა ნუგზარ ერგემლიძის სიმღერა მახსოვდა მხოლოდ ორი სიტყვა ვიაროთ ერთად მაგრამ ამ სიტყვებით გუგლმა არ ამომიგდო ეს სიმღერა და მადლობა მინდა გამოგუცხადო საჯაროდ ქალბატონებს მაია ყურვას ქალბატონ მანანა ჩიკოვას მუსიკალური სკოლის პედაგოგს სოფიო აბულაძეს და ყველაზე მთავარი ვინც იპოვა ეს სიმღერა ქალბატონ ირმა კალავიას გარდა ამისა მადლობას ვუხდი სიმღერის მის ჩამწერ სტუდიას სიმღერის ჩაწერაში დახმარებისთვის ბატონ ვიტალი შანავას და ლამაზი კადრებისთვის ბატონ კახა კვარაცხელიას ჩვენი დიზაინისთვის ჩვენი სილამაზისთვის ქალბატონ რივა კვარაცხელიას ქალბატონ ბაია გაბედავას და ჩვენ მე-9 კლასის მოსწავლეს საბა ჩიკობოვას ახლა თქვენის ნებართვით ჩვენი ფინალური მომენტი ჩვენი ვიდეო კლიპი Set kapi khadat uti khabe